მოგესალმებით, ეს არის 12 ოქტომბრის დილის მომამბე დავით ლაბაძესთან, გიორგი თვალაბეიშვილთან და სოსო კაცდაძესთან ერთად. მოგესალმებით, გუდაურში სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს, ასევე ფლოტის თავისუფალი ინდუსტრიის ზონის საკონტროლო პაკეტის მფლობელი სახელმწიფო გახდა. ეკონომიკისა და ბიზნესის სიახლეების შესახებ გადაცემის მეორე ბლოკში. კუში მსოფლიოს ჩემპიონატის შესაძლებელი ტურნირი გაგრძელდა და დაიძაბა სიტუაცია სამხრეთ ამერიკის ზონაში, სადაც არგენტინამ საკუთარ მოედანზე წააგო შეხვედრა და ის გამსვლელ ზონაში არ იმყოფება. გუშინდელი მატჩების მოხილვით მოგვიანებით ნაგიბრუნებით. ეკონომიკა და სპორტი გადაცემის მეორე ნაწილში მანამდე კი დღის სხვა სიახლეები ერთიანი ნაციონალური მოძრაობა საპარლამენტო საქმიანობას აგრძელებს და არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობასაც გეგმავს. გადაწყვეტილება პარტიის წევრებმა პოლიტსაბჭოს სხდომაზე მიიღეს. ნაციონალურ მოძრაობაში ამბობენ, რომ ისინი არ დაუშვებენ ქვეყანაში შეიქმნას ერთპარტიული პარლამენტი. მათი თქმით, გადაწყვეტილების მიღებისას ის ამომრჩევლებიც გაითვალისწინეს, რომლებმაც არჩევნებში ხმა სწორედ ნაციონალურ მოძრაობას მისცეს. სხდომის დასრულების შემდეგ კომენტარი გააკეთეს პარტიის იმ წევრებმაც, რომლებიც პარლამენტში შესვლას მხარს არ უჭერდნენ. ნუგზარ ციკლაურის თქმით, მიუხედავად მისი პოზიციისა, ის საბჭოს გადაწყვეტილებას იზიარებს და გუნდს პარლამენტში შეუერთდება. ციკლაურის განცხადებითვე საკითხის განხილვაში მონაწილეობა არ მიიღია საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს. შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაში, როდესაც ნაციონალური მოძრაობა დარჩა პრაქტიკულად ერთადერთ პროდასავლურ ოპოზიციურ ძალად. ჩვენ ვერ მივცევთ იმის ფუფუნებას ივანიშვილის რეჟიმს, რომ ქვეყანაში ჩამოყალიბდეს ერთპარტიული მმართველობა და უარი ვთქვათ ისეთ უმნიშვნელოვანეს მონაკვეთზე ბრძოლაზე, პოლიტიკური ბრძოლის, როგორიც არის პარლამენტის ინსტიტუტი. მე არ ვარ პოლიტსაბჭოს წევრი, ამიტომ კენჭისყრაში არ მიიღია მონაწილეობა დისკუსიაში კი. მე ყველასგან ვიღებ კონსულტაციას, მათ შორის ჩემს მეუღლესაგან, ასევე სხვადასხვა ადამიანებისაგან და ყველაზე მეტად ჩემ ამომრჩევლებისაგან. ჩემთან ჯერ პირველი ტურია, მოგახსენებთ, რომ ჯიხაშკარში იყო ძალიან დიდი გახალვება, იყო ყუტების გადაცემის ან დამთვრების ფაქტები. ეს არ არის ერთსულოვანი გადაწყვეტილება, კიდევ ერთხელ ვამბობ, მე ვთვლი, რომ სწორი იქნებოდა პარლამენტში არ შესვლა. ადამიანებმა, ვინც მიიღო ეს გადაწყვეტილება საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობაც აიღო ამ გადაწყვეტილებაზე, ამიტომ ჩვენ ვნახავთ შედეგებს და გამოჩნდება ვინ იყო მართალი და ვინ იყო მტყუანი. ერთიანი ნაციონალურ მოძრაობასთან საპარლამენტო ფორმატში ოპონირების მზადყოფნას გამოთქვამს ქართული ოცნება. მმართველ გუნდში იმედოვნებენ, რომ საკანონმდებლო ორგანოში მუშაობა დაპირისპირებისა და მწვავე კამათის გარეშე წარიმართება. ნაციონალური მოძრაობის გადაწყვეტილებას სწორს უწოდებენ რესპუბლიკელები და აცხადებენ, რომ ბოიკოტის რეჟიმში ყოფნა პოლიტიკური გაერთიანებისთვის დამაზიანებელი იქნებოდა. ისინი საუბრობდნენ არჩევნების მოგებაზე, მიუხედავად იმისა, რომ ზუსტად იცოდნენ, რომ ამის არავითარი შანსი არ ქონდათ, ამან გამოიწვია, რა თქმა უნდა, იმედგაცრუება და ამ იმედგაცრუების ხერხი არიან ახლა ისინი. მათ ზუსტად იციან, რომ ვერ მოიგებენ ვერც ერთ მეორე ტურს. ამ არჩევნებში ამის გამო ძალიან გაუჭირდათ გადაწყვეტილების მიღება. თუ კი რაიმე საინტერესო წინადადებები ექნებათ კანონპროექტებთან დაკავშირებით და იმასთან დაკავშირებით, როგორ უნდა განვითარდეს ქვეყანა, აუცილებლად ეს საინტერესო წინადადებები თუნდაც ოპონირების რეჟიმში უნდა წარმოადგინონ. ეს არის ნორმალური მდგომარეობა და ვფიქრობ, ამ გადაწყვეტილების თუ სხვა გადაწყვეტილების მიუხედავად ჯერჯერობით არანორმალურ განვითარების რეჟიმს უჭერენ მხარს. ვფიქრობ, რომ ეს არის ზოგადად სწორი გადაწყვეტილება, პოლიტიკური პროცესების ბოიკოტირება თავად ბოიკოტის გამოცხადებისთვის იწვევს ხოლმე უარყოფით შედეგებს. ამას გვიჩვენებს ზოგადად ისტორია განვითარების. ამიტომ ის ვინც უფრთხილდება ნაციონალურ მოძრაობას როგორც პოლიტიკურ პარტიას, მას ასეთი გადაწყვეტილება უნდა მიეღოს. სხვაგვარი გადაწყვეტილება, ვფიქრობ, მათთვის უფრო დამაზიანებელი იქნებოდა. ზუგდიდის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა ჯიხაშკარის ინციდენტთან დაკავშირებით კიდევ ერთი პირი დააკავეს. სოფელ ჯიხაშკარის მკვიდრ აკაკი ტიბუას გამოძიება 8 ოქტომბერს ღამით საარჩევნო უბანზე მომხდარ დარბევას ედავება, თუმცა როგორც დაკავებულის ადვოკატი აცხადებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი უდანაშაულოა. როლანდ შონიას განცხადებით, დაკავებისას დაირღვა ტიბუას უფლებები, მას კი არ მიეცა საშუალება საქმის მასალებს გაცნობოდა. რის გამოც გენერალური ინსპექციის ცხელ ხაზზე დარეკა. შეგახსენებთ, ჯიხაშკარის 79 და 100 საარჩევნო უბნის დარბევასთან დაკავშირებით კიდევ ერთი პირი გია მხეიძეა დაკავებული. მას ზუგდიდის სასამართლომ წინასწარი ორთვიანი პატიმრობა გუშინ შეუფარდა. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 163 მუხლითაა აღძრული, რაც არჩევნებზე ძალადობას და საარჩევნო კომისიისთვის ხელის შეშლას გულისხმობს.
არდა ამისა უფლებისთვის არ ყოფილა წარდგენილი რაიმე დოკუმენტი, ისე მოხდა მისი თავისუფლების შეზღუდვა, გამოყვანილი იქნა სამმართველოში, შემდეგ როგორც ამბობს რაღაცაზე მოაწერინეს ხელი, თუმცა რა დოკუმენტს მოაწერა ხელი მისთვის უცნობია და ვერც გაეცნობოდა ძალაც რომ დომებოდა რამე თუ მას აჩქიდან არ ქონია. ვაზის უბანში გიორგიონიანი შტაბის წევრებს ფიზიკურად გაუსწორდნენ ამის შესახებ ინფორმაციას ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში ავრცელებენ. თავად მაჟორიტარობის კანდიდატის თქმით, მისი შტაბის 2 წევრს ქართული ოცნების 30-მდე წევრი დაესხა თავს და ფიზიკურად გაუსწორდა. დაჭრილია შტაბის წევრი თენგიზ პაპუნაშვილი, თუმცა ექიმის განცხადებით, მას ჭრილობა ცივი არაღით არ ჰქონდა მიყენებული და დაკვირვების შემდეგ სახლში გაწერეს. პარტიაში ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი აბუსერიძის შტაბის წევრებს სადებენ ხელს და პოლიტიკურ მოტივზე საუბრობენ. ფაქტს თვითმხილველი შეესწრო, რომლის თქმისაც ინციდენტი ქართული ოცნების შტაბ-ბინასთან ახლოს მდებარე სუპერმარკეტთან მოხდა. შინაგან საქმეთა და სამინისტრომ გამოძიება ცემის ფაქტზე დაიწყო. ეს არის დღევანდელი ხელისუფლების გაყალბებული გამარჯვების შემდეგ პოზიცია, როდესაც მათ არათუ თავიანთი პროგრამის განხორციელება დაიწყეს, არამედ დაიწყეს შურისძიება. ყველაზე მარტივი პასუხი ამაზე და მარტივი მოთხოვნა არის გამოძიება, დაუყოვნებლივი გამოძიება, კამერების ჩანაწერი ამოღება, მოწმეების დაკითხვა. თვითონ ამბობს, რომ ცემეს იარენ შეურაცხყოფა, ფიზიკურ შეურაცხყოფა. ხო, თუ არ ჩამჭრილობა არ აღენიშნება, უბრალოდ ქურთუგზე ქონდა გაყრილი მახათი. უკეთდა ультრავიოლეტი გამოკვლევა, რენტგენი, თავის კომპიუტერული ტომოგრაფია. სერიოზული დაზიანებები მაქვე არ აღენიშნება. ქართული ოცნების ვაზის უბნის მაჟორიტარობის კანდიდატი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრების ბრალდებას ეხმაურება და მომხდარს პროვოკაცია დაფასებს. ირაკლი აბუსერიძის განცხადებით, ოპოზიციური ძალისგან ეს პირველი არ არის და მსგავსი შემთხვევების აგრებულოს 2014 წლის არჩევნების დროსაც ხშირი იყო. მისი თქმით, მაღაზიის თანამშრომლებიც ადასტურებენ, რომ კონფლიქტში მონაწილე პირები ნასვამ მდგომარეობაში იყვნენ. აბუსერიძე მისი შტაბის წევრების მხრიდან ფიზიკურ დაპირისპირებას გამორიცხავს. მოგვესმა ყვირილი. ამიტომ გავედით, მოგვიანებით უკვე იყო დაცვის პოლიცია მობილიზებული, რო ჩავედით უკვე ყველაფერი დამთავრებული იყო. ეს იყო მორიგი პროვოკაცია. მარკეტის თანამშრომლებმა თვითონ აღიარეს, რომ იგი გამოირჩეოდნენ აგრესიულობით, ასევე ხელში ქვაეჭირათ ეგრევე ვიტყოდი და ილანძღებოდნენ ჩვენი ოფისის და ჩვენი ბანერის და ჩემი მიმართულებით. სავარაუდოდ დღეს გახდება ცნობილი პარტია თავისუფალი დემოკრატების სამომავლო გეგმები. დღეს საგანგებო ბრიფინგია დაგეგმილი, სადაც თავისუფალმა დემოკრატებმა შესაძლოა პარტიის ახალი სახეები წარადგინონ. გავრცელებული ინფორმაციით პარტიაში რეორგანიზაცია მიმდინარეობს და თავისუფალი დემოკრატების დატოვებას ლიდერთა ნაწილი გეგმავს. ამას კატეგორიულად უარყოფენ პარტიაში. ბრიფინგი თავისუფალი დემოკრატების ცენტრალურ ოფისში 15 საათზეა დანიშნული. ბათუმის 58 უბნის შედეგებს დღეს თავიდან დაითვლიან. მიზეზი გადასწორებული შემაჯამებელი ოქმია, რომელსაც ჩასწორების აქტი არ ახლავს. გადათვლის შემდეგ კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას გააუქმოს თუ არა ამ უბნის შედეგები და რა სახის პასუხისმგებლობა დააკისროს თავმჯდომარეს. მოსარჩელე ნაციონალური მოძრაობა და სამართლიანი არჩევნებია. მათი კიდევ ერთი სარჩელი ოლქმა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და ნომერ 1 უბნის თავმჯდომარეს მოადგილესა და მდივანს გაფრთხილება მისცა. პირველი უბანი ყველაზე ხმაურიანი აღმოჩნდა არჩევნების დღეს. პოლიცია ორჯერ გამოიძახეს. არასამთავრობო სექტორში ცხადებენ, რომ იყო მთელი რიგი პროცედურული დარღვევები, განსაკუთრებით ხმის დათვლის პროცესში. ამავე უბნის კომისიის წევრებს არ მიეცათ შესაძლებლობა აჭარის პროპორციულ არჩევნებში მიიღოთ მონაწილეობა, გარდა ამისა დისბალანსი იყო შემაჯამებელ ოქმებში. არავის აზრი არ აინტერესებს, არც ერთი სამართლებრივი ნორმა არ აინტერესებს, საერთოდ არ აინტერესებს თუ რა მტკიცებულებას წარმოვადგენთ, ისინი უბრალოდ აიღებენ ხელს და მიიღებენ გადაწყვეტილებას რა დავალებასაც მათ მიცემენ. დღეს კომისია მიიღო ჩემი აზრით არაადეკვატური გადაწყვეტილება, რადგანაც პირველი უბანი სწორედ გამოირჩეოდა მნიშვნელოვანი დარღვევებით დათვლის პროცესში, შესაბამისად ეს აყენებდა კითხვით ნიშნის ქვეშ ამ უბნის შედეგებს. კომისიას მიაჩნია, რომ ერთი ხმა არის ნაკლები სიკეთე, ვიდრე 600 ნამდვილი ხმა და აქედან გამომდინარე ერთი ხმის გამო არ უნდა გაუქმდეს 600 ნამდვილი ხმა, რომელიც არის კონსტიტუციური უფლება ამორჩევლებისა. სოციალურად დაუცველებისა და დევნილთა ჯგუფი გვიანღამით ორხევში სოციალურად დაუცველებისთვის აშენებულ კორპუსში შეიჭრა. მათ შორის არიან მრავალშვილიანი ოჯახები, რომლებსაც ქირით უწევთ ცხოვრება. მათი თქმით, საცხოვრებელში არსებული ფართების განაწილება არასამართლიანად ხდება. სოციალურად დაუცველებსა და დევნილებს შენობა სამართალდამცველებმა დაატოვებინეს, რასაც დაპირისპირება მოხდა. ფართების გადანაწილების საკითხთან დაკავშირებით კი განმარტებები მერიაში მოგვიანებით გაკეთდება.
ყველა ერთნაირად ვართ, ან ტოლვილები არიან, ან სოციალური დაუცველები და შევედით ერთად, გამოგვყარეს. ან ყველა ან ქირით არიან ვინმეს თანაფარებს თავს. არ გვაქვს წასასვლელი, როდემდე გადავიხდით ამ ქირას არ ვიცით. სოციალური დაუცველების არის ეს შენობა. და სხვები უნდა შემოიყვანდეს, ჩვენზე გაჭირვებულები სხვები ვინები არიან. ამერიკა საქართველოს შორის არსებული სტრატეგიული ურთიერთობები და მათი გაღრმავების პერსპექტივები იყო საუბრის მთავარი თემა სენატორ ჯო დონელისა და მიხეილ ჯანელიძის შეხვედრაზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქვეყნებს შორის უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროებში პარტნიორობას. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ამერიკელ სენატორს აფხაზეთსა და ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში არსებული ვითარება გააცნო. ჯო დონელიმ კი ხაზი გაუსვა ქვეყნის მიმართ მხარდაჭერაში ამერიკის სახელმწიფო მდივნის ჯონ ქერის საქართველოში ვიზიტის როლს. თქვენი ციტურა ძლიერი კავშირია საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის. მინდა დავრწმუნდეთ, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა უფრო მეტად გაღრმავდება და ჩვენი საუბრის თემაც სწორედ ეს იყო. თუ რა გზით უნდა მოახერხოს შეერთებულმა შტატებმა სხვადასხვა მიმართულებებში საქართველოს მხარდაჭერა. 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საკომიტეტო განხილვები გრძელდება. დოკუმენტს დღეს განათლების, სპორტის, გარემოს დაცვისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტებში განიხილავენ. 2017 წლის ბიუჯეტი ქვეყნის ეკონომიკური ზრდის 4%-იანი მაჩვენებლის მიხედვით შემუშავდა. ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, რომ დოკუმენტის პირვანდელი ვარიანტი გადამუშავდება და პარლამენტს ბიუჯეტის პროექტი მეორე მოსმენისთვის შეცვლილი წარედგინება. დოკუმენტის თანახმად ყველაზე დიდი დაფინანსება ჯანდაცვის სამინისტროს აქვს და ის მთლიანი ბიუჯეტის 31.5%-ში ადგენს. ვენით ინიციატორი იქნება გარკვეული შენიშვნები ამ პროექტის მიმართ, მათ შორის ალბათ იქნება კითხვები იმასთან დაკავშირებითაც, თუ იმასთან დაკავშირებით, რომ ბიუჯეტის ეს პროექტი არ ასახავს ქართული ოცნების წინასაარჩევნო პროგრამით განსაზღვრულ საკითხებს და გაჩნდება კითხვა, რატო შესაძლებელია იყოს კიდევ საგადასახადო კოდექსში ცვლილება, რომელიც ეროვნული ფორუმის მიერ იყო ინიცირებული. ჩვენ უბრალოდ გვაქვს ვალდებულება, რომ განვიხილოთ ეს კანონპროექტები. ცხადია, ამ კანონპროექტებზე უკვე შემდგომ პარლამენტი იმსჯელებს. რაც ეხება უცხოეთს, რუსეთმა მეამბოხეების მიერ კონტროლირებადი ალეპოს შემოგარენის დაბომბვა განაახლა. აქტივისტების განცხადებით ავიაიერიშებს სულცირე 25 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვები. სირიის ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრის ინფორმაციით იერიშების დროს გამოყენებული იყო ეგრეთ წოდებული ბუნკერ საწინააღმდეგო მოწყობილობები და სხვა სახის ავიაბომბები. ორგანიზაცია ექიმების საზღვრებს გარეშეს ინფორმაციით კი ქალაქში სასწრაფო დახმარების 11 ავტომობილი გადარჩა, რომელსაც დაშავებულების გადაყვანა შეუძლია. სულცირე 14 ადამიანი დაიღუპა და 26 დაშავდა ქაბულში შიიტური მეჩეთის სიახლოვეს მომხდარი აფეთქებისას. მედიის ინფორმაციით თავდასხმას 3 შეერაღებულმა პირმა განახორციელა. 2 მათგანი უსაფრთხოების ძალებმა მოკლეს, ერთმა კი მეჩეთში შესვლა შეძლო. თავდასხმა შიიტურ დღესასწაულ აშურას დაემთხვა, რომელიც წინასწარმეტყველ მუჰამედის მოკლული შვილიშვილის გლოვის დასრულებას აღნიშნავს. სამხრეთ აფრიკაში უფასო განათლების მოთხოვნით ქუჩაში გამოსული სტუდენტების საპროტესტო აქცია პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა. სტუდენტებმა სამართალდამცველებს ქვები დაუშინეს, საპასუხოდ პოლიციამ რეზინის ტყვეები და წვრილმცადენი გაზი გამოიყენა. გავრცელებული ინფორმაციით არეულობა უნივერსიტეტის შენობაში დაიწყო, მოგვიანებით კი ქუჩაში გადაინაცვლა. სტუდენტების ნაწილმა ავტობუსს წაუკიდა ცეცხლი. საპროტესტო გამოსვლები ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში სექტემბრის მერე იმართება. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, თუ მოსკოვის სირიის მშვიდობიანი მოქალაქეების დაბომბვას არ შეწყვეტს, მას გარიყვა ემუქრება. ამის შესახებ ბორის ჯონსონმა პარლამენტში სირიის საკითხზე გამართული დებატებისას განაცხადა და მოქალაქეებს მოუწოდა ლონდონში მდებარე რუსეთის საელჩოსთან საპროტესტო აქცია გამართო. მინისტრმა პასუხისმგებლობა დააკისრა რუსეთს გაეროს ჰუმანიტარული კოლონის დაბომბვისთვისაც. ბორის ჯონსონის განცხადებით, ყველა მტკიცებულება რუსეთის ბრალეულობაზე მიუთითებს. სწორედ სირიის დაბომბვის საკითხი გახდა საფრანგეთში დაგეგმილი რუსეთის პრეზიდენტის ვიზიტის გაუქმების მიზეზი. ვლადიმერ პუტინმა ვიზიტზე უარი თქვა, რაც ფრანგული მხარისგან მიიღო ინფორმაცია, რომ შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა სირიის საკითხი იქნებოდა.
შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა რესპუბლიკური პარტიის გავლენიან წევრებს მოუწოდებს ოფიციალურად გაემიჯნონ დონალდ ტრამპს. პრეზიდენტის თქმით, შეუძლებელია აკრიტიკო ტრამპი ქალთა მიმართ 11 წლის წინანდელი გამონათქვამების გამო და ამავდროულად მხარს უჭერდა მას მსოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვანი პოსტის დაკავებისთვის. ბარაკ ობამას თქმით, რესპუბლიკელთა კანდიდატი საერთაშორისო არენაზე შეერთებული შტატების წარსადგენად არ გამოდგება, რადგან ის არც ტემპერამენტით, არც მომზადებითა და ცოდნით და არც ცოდნის მიღების სურვილით პრეზიდენტობისთვის შესაფერისი არ იქნება. ობამა მარსზე გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში ნადირობის შესახებ კანონპროექტის სამუშაო ვერსიაზე იმშელეს. კანონპროექტი გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების მხარდაჭერით მომზადდა, რომელიც ნადირობის სფეროს უფრო ეფექტურად მართვისა და ორგანიზებისკენაა მიმართული. ახლო მომავალში კანონპროექტის პირველადი ვერსიის საჯარო განხილვები საქართველოს ყველა რეგიონში გაიმართება. ძალიან მნიშვნელოვანია აღნიშნული კანონის მიღება იმ ფორმით, რომ ყველა დაინტერესებული პირის მოსაზრება იყოს მაქსიმალურად გათვალისწინებული. ძალზე მნიშვნელოვანი არის ნადირობის საკითხების მოწესრიგება. დღეისათვის ეს წესრიგება 1996 წელს გამოსული კანონით ცხოველთა სამყაროს შესახებ, რომელიც ბევრი პუნქტი უკვე აღარ მოქმედებს და გარკვეულ საკანონმდებლო არეულობას და თეთრ ლაქებს იწვევს. თელავში მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი გრძელდება. თელავის თეატრის სცენაზე ცნობილმა პიანისტმა ელისა ვირსალაძემ და მევიოლინე კოლია ბლახერმა მოცარტისა და ბეთჰოვენის ნაწარმოებები შეასრულეს. მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი წელს ცნობილი მევიოლინის ოლეგ გაგანის ხსოვნას ეძღვნება. ფესტივალი 15 ოქტომბერს დასრულდება. არის ჩამოსული პოლონეთიდან, კრაკოვიდან არის ორკესტრი, რომელიც ჯერ არ გქონია ასეთი ორკესტრი. ჩვენ ყოველთვის გქონდა ორკესტრი, რომელიც ივსებოდა ჩვენი ინსტრუმენტალებს ჩასაბერი მუსიკოსებით. ოლეგ გაგანის 70 წლის არის, ასე ვთქვათ, აღსანიშნავი წელი არის. ძალიან სამწუხარო არის, რომ ასე ადრე წავიდა. ახლა კი დილის თემა 23 ოქტომბერს თბილისი განათლების საერთაშორისო გამოფენას მასპინძლობს. დაინტერესებულ პირებს საშუალება ექნებათ პირისპირ გაისაუბრონ სხვადასხვა ქვეყნის კერძო და სახელმწიფო უნივერსიტეტების, საერთაშორისო ორგანიზაციების, საელჩოების და საგანმანათლებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და მათგან მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია. ჩვენს კითხვებს ნათია წიქარაძე, განათლების საერთაშორისო გამოფენის ორგანიზატორი უპასუხებს. ნათია, დილამშვიდობის. დილამშვიდობის, მივესალმებით თქვენს ტელემაყურებელს და მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადაგიხადოთ შესაძლებლობისთვის, რადგან დაინტერესებულ პირებს მივაწოდოთ ინფორმაცია განათლების საერთაშორისო გამოფენის შესახებ, რომელიც იგეგმება 23 ოქტომბერს თბილისის ჰოლიდეი ინში სასტუმროში და გაიხსნება 12 საათზე, გაგრძელდება საღამოს 6 საათამდე. ძალიან დიდი მადლობა თქვენ რომ დრო გამონახეთ და გვერდთვებით ახლა პირდაპირ ეთერში. ნათია, ვისთვის იქნება განსაკუთრებით საინტერესო განათლების საერთაშორისო გამოფენა? აღნიშნული გამოფენა არის ყველა დაინტერესებული პირისთვის, ვისაც აინტერესებს სწავლა საზღვარგარეთ, სტიპენდიები, სტაჟირებები, გაცვლითი პროგრამები და უბრალოდ იმ ადამიანებისთვის, ვისაც უნდა მაღალი ხარისხის განათლების მიღება. აღნიშნულ გამოფენაზე წარმოდგენილი იქნებიან უნივერსიტეტები, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციები და საელჩოები და ჩვენს გამოფენაზე მონაწილეობას მიიღებენ საქართველოში არსებული სააგენტოები, რომელიც ეხმარებიან სტუდენტებს სწავლა გააგრძელონ და დაგეგმონ საზღვარგარეთ. თუ შეგვიძლია რომ რამდენიმე ქვეყანა ან უნივერსიტეტი მაინც ჩამოვთვალოთ, რომელიც მონაწილეობს განათლების საერთაშორისო გამოფენაში. აღნიშნულ გამოფენაში მონაწილეობას მიიღებს ლიტვის, ლატვიის უნივერსიტეტები, საბერძნეთის, ასევე იქნება ირლანდიის ტექნიკური უნივერსიტეტი და მინდა აქვე აღვნიშნო, რომ ჩამოდის ინგლისიდან ერთ-ერთი კოლეჯი, რომელიც სტუდენტებს თავაზობს ერთწლიან მოსამზადებელ კურსს, რომელიც საშუალებას მიცემს შემდეგ უკვე ბრიტანეთის ნებისმიერ უნივერსიტეტში გააგრძელონ სწავლა. დაინტერესებულ პირებს რა ფორმით ექნებათ ინფორმაციის მიღების საშუალება? თქვათ, ეს იქნება პირისპირი ინტერვიუ უნივერსიტეტისა თუ რომელიმე ქვეყნის წარმომადგენლები? წარმომადგენლები? და ადგილზე იქნებიან თვითონ უნივერსიტეტის წარმომადგენლები და დაინტერესებულ პირებს საშუალება მიეცემათ დასვა ნებისმიერი კითხვა, რომელიც მათთვის საინტერესოა და მიიღონ ამომწურავი პასუხი თავად უნივერსიტეტის წარმომადგენლისგან. ეს იქნება ნებისმიერი კითხვა სწავლის პროგრამების შესახებ, თუ როგორ უნდა გააგზავნონ აპლიკაცია, რა დოკუმენტაცია ჭირდება და ასევე ისინი მიაწვიან ინფორმაციას ამა თუ იმ ქვეყანაში საცხოვრებელი პირობების და სხვადასხვა პროცედურების შესახებ.
წინა წლების გამოცდილება რომ გაიხსენოთ, ნათია, რამდენად დიდია მსგავსი ტიპის ღონისძიებებისადმი დაინტერესება? დაინტერესება საკმაოდ დიდია და ის წლიდან წლამდე იზრდება და ჩვენი დაკვირვებითაც გამოფენიდან გამოფენამდე დაინტერესებული პირთა რაოდენობა ძალიან მაღალია. ჩვენ წელიწადში ორჯერ ვატარებთ მსგავსი ტიპის გამოფენებს და როდესაც შედარებას ვაკეთებთ დაინტერესებულ დარეგისტრებულ ადამიანების რაოდენობა საკმაოდ მაღალია. და ვფიქრობ, რომ ეს ძალიან კარგი შესაძლებლობა ქართველი სტუდენტებისთვის მიიღონ დეტალური ინფორმაცია აღნიშნული სასწავლებლების, საერთაშორისო ორგანიზაციების და საელჩოებისგან, რომლებიც აწვდიან ინფორმაციას იმ სტიპენდიების გაცვლითი პროგრამების შესახებ, რომლებიცაც თავაზობს ესა თუ ის ქვეყანა ქართულ სტუდენტებს. და ასევე მინდა აღვნიშნო სააგენტოების როლი, რომელიც გარკვეულწილად შუამავლის როლს ასრულებს სტუდენტსა და უნივერსიტეტს შორის. ისინი ეხმარებიან არა მარტო უნივერსიტეტის და პროგრამის შერჩევაში, არამედ ეხმარებიან საცხობის მოძიებაში, სავიზო პროცედურების მოგვარებაში და ცდილობენ მიცენ მათთვის საინტერესო ინფორმაცია თუ რომელ უნივერსიტეტშია სტიპენდიები, რომელში უფრო დაბალი ფასია და ასე შემდეგ. თუ იქნება წლევანდელ გამოფენაზე სპეციფიკური პროგრამები, მაგალითად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ან მარტო ხელმშობლებისთვის, რომლებსაც შვილებთან ერთად უნდათ რომ სასწავლებლად. სამწუხაროდ ამ გამოფენაზე მსგავსი ტიპის პროგრამები არ იქნება წარმოდგენილი, მაგრამ იმედს ვიტოვებ, რომ შემდეგ გამოფენებში ჩვენ გვეყოლება მონაწილეები, რომლებიც მსგავს პროგრამებს წარადგენენ დაინტერესებული პირებისთვის. თუ არის გამოკვეთილი კონკრეტული მიმართულებები, რომელიც განსაკუთრებით პოპულარულია საქართველოში და რომელსაც ჩვეულებრივ ყველაზე ხშირად ირჩევენ ხოლმე? ზოგადად ტექნოლოგიური მიმართულებები ამ ბოლო დროს გამოიკვეთა, რომ დაინტერესება ამ პროგრამების მიმართ საკმაოდ დიდია, ამიტომ გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება რამოდენიმე უნივერსიტეტი, რომელიც მსგავს პროგრამებს წარუდგენს. აქვე მინდა აუშვო, რომ ასაკობრივი ზღვარი არ იქნება, იმიტომ ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის იქნება წარმოდგენილი პროგრამები, იმიტომ აქ არის მოსამზადებელი კურსები, საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორო პროგრამები, ასევე საზაფხულო კურსები და გრანტები მკვლევარებისთვის. და კიდევ ერთი შეკითხვაც, ჰარვარდის უნივერსიტეტი თუ იქნება წარმოდგენილი, იმიტომ რომ რამდენიმე დღეა ცნობილია, რომ ჰარვარდის უნივერსიტეტმა გადაწყვიტა სტიპენდიები მისცეს პოსტსაბჭოთა ქვეყნების წარმომადგენლებს. ჰარვარდის უნივერსიტეტი არ იქნება წარმოდგენილი, მაგრამ წარმოდგენილი იქნება ამერიკის საელჩო და ამერიკული საბჭოები, რომლებიც სტუდენტებს წარუდგენენ დეტალურ ინფორმაციას იმ სტიპენდიების სასწავლო პროგრამების და გაცვლითი პროგრამების შესახებ, რომელსაც თავაზობს ამერიკა ქართულ სტუდენტებს. ძალიან დიდი მადლობა მაყურებელს შევახსენებთ. ნათია წიქარაძე, განათლების საერთაშორისო გამოფენის ორგანიზატორი, პასუხობდა მოამბის შეკითხვებს. განათლების საერთაშორისო გამოფენა კი 23 ოქტომბერს გაიმართება თბილისში. ახლა კი დილის მოამბეს დავით ლაბაძე განაგრძობს ეკონომიკის ამბებით. მოგესალმები დავით კიდევ ერთხელ. მოგესალმები. დღეს ჩვენ ახალ მობილურ აპლიკაციაზე ვისაუბრებთ, რომელიც მომხმარებელს ინფორმირებული არჩევანის საშუალებას მისცემს ეკონომიკის და ბიზნესის სიახლეები რამდენიმე წამში. მთავრობა არ ადასტურებს რა თანხის ჩამოწერის სანაცვლოდ მიიღო ფოთის თავისუფალი ინდუსტრიის ზონის საკონტროლო პაკეტი. ინვესტორთან გაფორმებული ხელშეკრულების კონფიდენციალურობის მიზეზით ეკონომიკის სამინისტრო რას ალხაემის საინვესტიციო ორგანოს მიერ სახელმწიფოსთვის ფოთის ინდუსტრიული ზონის 85%-იანი წილის დათმობის დეტალებზე არ საუბრობს. როგორც ცნობილია, კუთვნილი საკონტროლო პაკეტი რაკიამ სახელმწიფოს გადასცა. შეწყდა რაკიასთვის ფოთის აეროპორტის 98%-იანი წილის მიყიდვის ხელშეკრულება. ამ ხელშეკრულებით ინვესტორს აეროპორტი უნდა განევითარებინა სანაცვლოდ ინდუსტრიული ზონის მფლობელი არაბული კომპანია 2010-2011 წლებში სახელმწიფოსთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე დაგისრებული პირგასამტეხლოსგან გათავისუფლდა. გუდაურში სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს, კურორტზე არსებულ მდგომარეობას დღეს ეკონომიკის მინისტრი გაეცნობა. გუდაურის სამთო-სათხილამურო ინდუსტრიის განვითარების საერთო პოტენციალის ზუსტი დადგენისთვის კანადურმა კომპანიამ ეკოსაინმა მიწათსარგებლობისა და განვითარების გენერალური გეგმა შეიმუშავა. გეგმა მათ შორის მოიცავს საბაგიროების განლაგებასა და მშენებლობას, ასევე სათხილამურო გზების მომზადებას. პირველი ეტაპი მოიცავს 2400 მეტრიანი 6-კაციანი ღია სავარძლის ტიპის საბაგიროს მშენებლობას.
Postis შესახებ კანონპროექტის შემუშავების პროცესებზე ეკონომიკის სამინისტრო განმარტებას აკეთებს. სამინისტროს ცნობით მიმდინარე პერიოდში ევროპელი ექსპერტების ჩართულობით მიმდინარეობს კანონპროექტის შემუშავების სამუშაოები, რომლის დასრულების შემდგომ დაგეგმილია კანონპროექტის გამოქვეყნება სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე საჯარო გაცნობის მიზნით. Postis შესახებ კანონპროექტი ეკონომიკის სამინისტრომ ჯერ კიდევ 2014 წელს შეიმუშავა, რომლის მიხედვითაც ყოველგვარი კონკურსის გარეშე 5 წლის ვადით ეროვნული ოპერატორის სტატუსი მხოლოდ ერთ კომპანიას საქართველოს ფოსტას უნდა მიენიჭოს, რასაც სხვა გადამზიდავების პროტესტი მოჰყვა. ბოლო სამ კვირაში ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსის სტაბილურობის შესანარჩუნებლად 120 მილიონი დოლარი გაყიდა. მიუხედავად ამისა, ეროვნული ვალუტა დოლარის მიმართ უნიშნელოდ, მაგრამ მაინც გაუფასურდა. ამ ფაქტს ეროვნულ ბანკში რამდენიმე მსხვილი ტრანზაქციით ხსნიან, თუმცა ამ ტრანზაქციის ადრესატები კომერციულ საიდუმლოებად მიიჩნევა. სპეციალისტები დევალვაციის ერთ-ერთ მიზეზად არჩევნებსაც ასახელებენ, როდესაც არასტაბილურობის მოლოდინი ვალუტის კურსზე უარყოფით გავლენას მყისიერად ახდენს. ეკონომისტები იმედოვნებენ, რომ სამომავლოდ კურსის მკვეთრი მერყეობები აღარ განმეორდება. აქ არის კიდევ ერთხელ ხაზს უსვამრო ფსიქოლოგიური მომენტი რა. არჩევნების მოახოლებასთან ერთად ეს მომენტი თანდათან უფრო გაიზარდა და მიაღწია თავის პიკს. შესაბამისად, ეროვნულმა ბანკმა იმ მაკროეკონომიკურ პარამეტრებზე დაყრდნობით, რომელიც ჩვენს შეგვიძლია ვნახოთ და რომელიც არ არის პრაქტიკულად გაუარესებული თუ რამოდენიმეს არ ჩავთვლით, მაგრამ სხვა საკითხებში გაუმჯობესებულია მაკროეკონომიკური პარამეტრები. ეროვნულმა ბანკმა ჩათვალა, რომ აუცილებელი იყო ინტერვენცია სერიოზული ყევების თავი განსაცილებლად, მაგრამ ამას აუცილებლად უნდა მოყოლო და განმარტებები თუ რატომ აკეთებდა ინტერვენცია. ჩვენ გვმართებს ზუსტად რომ ძალიან კაფიო მიზანმიმართული პოლიტიკა გქონდეს ეკონომიკური, რომელიც დააჯერებს ინვესტორებს, რომ არაფერი გადახვევა არ მოხდება ამ გზიდან, დასავლური გზიდან, თქვათ, ღია ბაზრის გზიდან, თავისუფალი ეკონომიკის გზიდან და პირიქით ჩვენ გავაგრძელებთ ამის დახვეწას და პირიქით უფრო გავაძლიერებთ ამ მიმართულებას. ქართველი მომხმარებლისთვის სპეციალური აპლიკაცია შეიქმნა, რომელიც მათ ინფორმირებული არჩევანის გაკეთებაში უნდა დაეხმაროს. მობილური აპლიკაცია დაინტერესებულ პირს შესაძლებლობას აძლევს გადაამოწმოს სასურველ მაღაზიაში, კაფესა თუ რესტორანში რამდენად ხარისხიან პროდუქტს თავაზობენ. როგორ შეიძლება ამ აპლიკაციის გამოყენება და რა მდგომარეობა ზოგადად მომხმარებელთა უფლებების დაცვის მხრივ საქართველოში, თემაზე სტუმართან ერთად ვისაუბრებთ. ვახტანგ კობალაძე, ევროპის ფონდის პროგრამის უფროსი მენეჯერია, ჩვენი დღევანდელი სტუმარი. ბატონო ვახტანგ, მოგესალმებით. გამარჯობა. ანუ ვახტანგ, როგორ გაჩნდა აპლიკაციის შექმნის იდეა და როდიდან არის ის უკვე ხელმისაწვდომი მომხმარებლისთვის? მოქალაქეებმა ალბათ იციან, რომ ევროპის ფონდი უკვე დიდი ხანია მუშაობს სურსათმოძღვრების საკითხებზე. ჩვენ შეძლებს დაგვარად ვახდენთ მონიტორინგს, სასურსათო ბაზრის ადვოკატირებას უწევთ, საკანონმდებლო ცვლილებებს, რათა მომხმარებლის უფლებების დაცვის კუთხით მდგომარეობა გაუმჯობესდეს ქვეყანაში. და ამ კონტექსტში ერთ-ერთი პრობლემა, რომელიც ჩვენ დავინახეთ, ეს იყო გაუმჭვირვალობა ინფორმაციის, რომელიც ეხება კონტროლის შედეგებს. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ინფორმაციის ადვილი ხელმისაწვდომობა მომხმარებლებისათვის ხელს შეუწყობს ზოგადად სურსათის უნებლობის კუთხით მდგომარეობის გაუმჯობესებას, ვინაიდან ერთი მხრივ მომხმარებელს ექნება საკმარისი ინფორმაცია, რათა არჩევანი გააკეთოს, აირჩიოს ესა თუ ის პროდუქტი თუ მომსახურება და მეორე მხრივ სტიმულს შეუქმნის მეწარმეებს, რომ უკეთ დააკმაყოფილონ მათთამი წაყენებული მოთხოვნები. აპლიკაციას რაც შეეხება, იგი 30 სექტემბრიდან არის ხელმისაწვდომი, ნებისმიერ Android-ის სისტემაზე მომუშავე მობილურ ტელეფონზე შესაძლებელია აპლიკაციის გამოყენება. და ბატონო ვახტანგ, როგორია ინტერესი ამ აპლიკაციის მიმართ? ანუ თუ გაქვთ ინფორმაცია, რამდენმა ადამიანმა ჩამოტვირთა უკვე და რა შეფასებები დაუწერეს? ჯერ როგორც გითხარით, სულ ახალია ეს აპლიკაცია და 219 ჩამოტვირთვა არის დაფიქსირებული, შეფასებები არის საკმაოდ მაღალი, 4.6 არის საშუალო შეფასება. და თუ განახორციელებთ რაიმე კამპანია იმისათვის, რომ მოსახლეობას უფრო მეტი ინფორმაცია გქონოდა ამ აპლიკაციის შესახებ? შეძლებს დაგვარად ვავრცელებთ ინფორმაციას ჩვენთვის ხელმისაწვდომი საშუალებებით, მედია საშუალებებით, Facebook-ით ვაკეთებთ ფასიან რეკლამას, რომელიც მთელი ამ ხნის განმავლობაში მიმდინარეობს და თქვენი ეთერიც ამისი ერთ-ერთი საშუალება არის, თვისაც მადლობას მოგახსენებთ. ბატონო ვახტანგ, რა სახის ინფორმაციას თავაზობს მომხმარებელს ეს აპლიკაცია და რამდენად
მარტივი არის ზოგადად მისი გამოყენება. ანუ როგორ უნდა მოუძებნოთ საჭირო ინფორმაცია, ეს ხდება საწარმოების მიხედვით, პროდუქციის მიხედვით, საქმიანობის მიხედვით თუ როგორ ხდება? ძალიან მარტივია აპლიკაციის გამოყენება. საწარმოს ოფიციალური სახელწოდება საკმარისია, რომ აკრიფოს მომხმარებელმა, რომ გამოუტანს ეს აპლიკაცია მონაცემებს შესაბამის საწარმოს შესახებ. გარდა ამისა, თბილისის რაიონების მიხედვით არის შესაძლებელი მთელი მონაცემების ძებნა. საწარმო საქმიანობის ტიპის მიხედვით, საიდენტიფიკაციო კოდის მიხედვით, თუ კი ვთქვათ, ასეთი კოდის მოპოვება გადაწყვიტა მომხმარებელმა, ასე რომ ძალიან მარტივია. ეს აპლიკაცია ეყრდნობა სურსათის ეროვნული სააგენტოს ოფიციალური კონტროლის მონაცემებს და ხდება მისი ყოველკვირეული განახლება. ანუ განახლება მოხდება ყოველკვირეულად და შესაბამისად მომხმარებელს ექნება უახლესი ინფორმაცია. დიახ, აქ არის მონაცემები 2016 წლის 1 იანვრიდან მოყოლებული დღემდე. გასაგებია ბატონო ვახტანგ, თქვენ ეხლაც აღნიშნეთ და პრეს რელიზშიც, რომელიც თქვენს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული, მინიშნებულია, რომ აპლიკაცია მომხმარებელს თავზობს მხოლოდ თბილისის საწარმოებში ჩატარებული სურსათისმცემლობის ინსპექტირების შედეგებს. თუ აპირებთ სხვა ქალაქებსა და რეგიონებში მოქმედი საწარმოების შედეგების დამატებას. რა თქმა უნდა, ჩვენი თავდაპირველი სურვილი იყო, რომ ამ აპლიკაციას დაეფარა მთელი საქართველო და მოეცვა ასევე არა მხოლოდ საწარმოები, არამედ უშუალოდ პროდუქტები, რომლებსაც ამოწმებს სურსათის ეროვნული სააგენტო ლაბორატორიული შემოწმების შედეგები, თუმცა ეს ჯერჯერობით ვერ გახდა შესაძლებელი იქიდან გამომდინარე, რომ თვითონ სააგენტოს არ აქვს მოწესრიგებული მთელი ეს მონაცემები და ის მონაცემთა ბაზა, რომელზეც აქვს აპლიკაციას წვდომა, ჯერ მხოლოდ მოიცავს თბილისში შემოწმებული საწარმოების მონაცემებს. თუმცა იმას თუ გავითვალისწინებთ, რომ თბილისში საკმაოდ დიდი რაოდენობაა სურსათის საწარმოების კონცენტრირებული, არა მხოლოდ თქვათ მომსახურების ობიექტები, კვების ობიექტები, არამედ სურსათის მწარმოებლებიც, ვფიქრობ, მთელი საქართველოს მოსახლეობისთვის ეს უნდა იყოს საინტერესო და იქიდან გამომდინარე, რამდენადაც გაფართოვდება იმის და მიხედვით თუ როგორ გაფართოვდება მონაცემთა ბაზა, ამ აპლიკაციის წვდომაც, მისი მოცულობაც, მოცვაც ინფორმაციისა გაიზრდება. ანუ ამ შემთხვევაში პრობლემა სააგენტოს დამატებითი მონაცემების მიღებაა, თორე სხვა პრობლემა იმ მხრივ, რომ დამატებითი მონაცემები შეიტანოთ აპლიკაციაში არ არსებობს. ტექნიკურად ამის პრობლემა არ არსებობს, აქ უბრალოდ სააგენტოს მხრიდან უნდა იყოს ამისი მზადყოფნა. და თუ გაქვთ ურთიერთობა სააგენტოსთან, როდის შეიძლება ეს ყველაფერი დაიხვეწოს, თუ გაქვთ ინფორმაცია? რა თქმა უნდა, ეს აპლიკაცია განხორციელდა სააგენტოსთან მჭიდრო თანამშრომლობის საფუძველზე და მადლობა მინდა მათაც რა თქმა უნდა მოუხადო ამასთან დაკავშირებით. მიმდინარეობს, როგორც ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, სისტემატურად მუშაობა მათი მონაცემთა ბაზის დახვეწისთვის და გაუმჯობესებისთვის, კონკრეტულ თარიღს სამწუხაროდ ვერ გვეუბნებიან, მაგრამ რა ვიცი, იმედი ვიქონიოთ, რომ აი წლის განმავლობაში, მომავალი წლის განმავლობაში უფრო გაფართოვდება ამ აპლიკაციის მოცვა, ასე ვთქვათ. გასაგებია ბატონო ვახტანგ, მობილური აპლიკაცია ხელმისაწვდომი არის მხოლოდ იმ მომხმარებლისთვის, რომლებიც Android-ის სისტემის მობილურებს ფლობენ. როგორ უნდა მოიქცნენ ის მომხმარებლები, რომლებიც მაგალითად iOS ფლობენ და იგეგმება თუ არა ამ აპლიკაციის სხვა მობილური პლატფორმებისთვის მომზადებაც? თუ კი იქნება დიდი ინტერესი მომხმარებლების მხრიდან ამ აპლიკაციის მიმართ და თუ კი ეს აპლიკაცია ყოველგვარი შეფერხებების გარეშე იმუშავებს, რა თქმა უნდა, ჩვენ გვექნება სტიმული, რომ გავაფართოვოთ და iOS-ის მომხმარებლებისთვისაც იყოს ეს აპლიკაცია ხელმისაწვდომი. უბრალოდ ეს არის პირველი ნაბიჯი და ასე ვთქვათ, ექსპერიმენტი, თუ კი ამ წარმატებით განხორციელდა, რა თქმა უნდა, გავაფართოვებთ. გარდა ამისა, ეხლა რა შეიძლება გააკეთონ iOS-ის მომხმარებლებმა, მათ შეუძლიათ მიმართონ სურსათის ეროვნულ სააგენტოს და გამოითხოვონ ის ინფორმაცია, რომელიც მათ აინტერესებთ. ეს საჯარო ინფორმაცია, არაფერი აქ განსაკუთრებული ჩვენს მობილურ აპლიკაციაზე არ არის, უბრალოდ ეს არის ადვილად ხელმისაწვდომი და გაცილებით ადვილად, ვიდრე ოფიციალური ინფორმაციის გამოთხოვა, ასე რომ ერთადერთი გზა რჩება ოფიციალურად ინფორმაციის გამოთხოვა სურსათის ეროვნული სააგენტოდან. გასაგებია, თქვენ საუბრობდით, რომ თუ იქნება დიდი ინტერესი ამ შემთხვევაში გაიშვება სხვა მობილურ პლატფორმებზეც. როგორ უნდა დააფიქსიროს მოსახლეობამ საკუთარი ინტერესი ამ პროგრამის მიმართ? ანუ უნდა მოგმართონ უშუალოდ თქვენ თუ სააგენტოს?
უშუალოდ ჩვენ უნდა მოგმართონ პირველ რიგში ჩვენ რა თქმა უნდა სისტემატურად ვნახულობთ რამდენმა მოხმარებელმა ჩამოტვირთა ეს აპლიკაცია და ეს არის ერთ-ერთი ძირითადი ინდიკატორი და შემდეგ უკვე ძალიან ბევრი მომართვა გვაქვს iOS-ის მომხმარებლების მხრიდან ასე რომ მათ შეუძლიათ ჩვენს Facebook-ის გვერდზე, ჩვენი ვებ-გვერდზე დააფიქსირონ თავისი ინტერესი ამ აპლიკაციის მიმართ და ეს ჩვენ გამოგვადგება მომავალში იმისათვის რომ დავასაბუთოთ მართლაც ამ აპლიკაციის გაფართოების საჭიროება. და ბატონო ვახტანგ, რამდენად დიდია იმ ობიექტების რიცხვი თბილისში, სადაც ხარისხიანი პროდუქციის შეძენა შეუძლია მომხმარებელს? იცით ეს ცოტა რთული კითხვაა, ამაზე პირდაპირ პასუხისგაცემა შეუძლებელია. თუ კი ჩახედავს მომხმარებელი აპლიკაციას ნახავს რომ ძალიან ბევრ საწარმოში არის ეგრეთ წოდებული არაკრიტიკული შეუსაბამობები დაფიქსირებული, ანუ ინსპექტორი, როდესაც შევიდა, გარკვეული შენიშვნები ჰქონდა ამ საწარმოს მხრიდან და ამ შეუსაბამობების რაოდენობა არის ძალიან განსხვავებული საწარმოების მიმართ, ასე რომ აჯობებს რომ მომხმარებელმა თავად ნახოს ის მისთვის საინტერესო საწარმოები და შემდეგ იმის დამიხედვით გამოიტანოს დასკვნები თუ სად რომელი საწარმოს პროდუქციის ან მომსახურების გამოყენება სურს. გასაგებია, რაც შეეხება მომხმარებლის უფლებებს საქართველოში, რა მდგომარეობა გვაქვს დღეს ამ მხრივ და რამდენად საკმარისია ის აქტივობა და რეფორმები, რომელსაც სახელმწიფო ახორციელებს? ბოლო წლების მანძილზე მართლა სურსათის უნებლობის კუთხით სერიოზული რეფორმები განხორციელდა და დარეგულირდა გაცილებით უკეთესად სიტუაცია ვიდრე ეს აქამდე იყო. რაც შეეხება ზოგადად მომხმარებლის უფლებების დაცვას, მე ძალიან დიდი მწუხარებით მინდა აღნიშნო, რომ ამ მოწვევის პარლამენტმა ვერ გამოიჩინა სათანადო პოლიტიკური ნება, რომ მიიღო კანონპროექტი მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ, რომლის შემუშავებას ჩართული ვიყავით არასამთავრობო ორგანიზაციები, დიდი ჯგუფი. ეს იყო თავად ევროინტეგრაციის კომიტეტი, პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის ინიციატივა, მაგრამ საბოლოო ჯამში მხოლოდ ის მოხერხდა, რომ პირველი მოსმენით მიიღო პარლამენტმა ეს კანონპროექტი და მთავრობის ძალიან მკვეთრი წინააღმდეგობის გამო კანონპროექტის შემდგომი განხილვები შეფერხდა. და როგორ ფიქრობთ, რით იყო განპირობებული ეს წინააღმდეგობა? თავიდანვე ამ კანონპროექტის მიღება სერიოზულად ეწინააღმდეგებოდა მსხვილი ბიზნესის ერთი ნაწილი და როგორც ჩანს მთავრობამ გაითვალისწინა მათი პოზიცია, რაც ძალიან სამწუხაროა. იმედი გვაქვს, რომ მომავალი მოწვევის პარლამენტი მაინც სათანადო ყურადღებას გამოიჩენს ამ საკითხის მიმართ და ბოლომდე მიიყვანს ამ მომხმარებლის უფლებების დაცვის კუთხით რეფორმას. ასე ბატონო ვახტანგ, როგორ ფიქრობთ, რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ თავად მომხმარებელთა აქტივობა გაიზარდოს საკუთარი უფლებების დასაცავად? ჩვენი ფონდის მთავარი მიზანი არის სწორედ ეს მოქალაქეების გააქტიურება და ამ შემთხვევაში სურსათის უნებლობაზე, როდესაც საუბრობთ მომხმარებლების გააქტიურება, მაქსიმალურად უნდა მიეწოდოს მომხმარებელს ინფორმაცია, რაც კი არის ხელმისაწვდომი და რა თქმა უნდა, რაღაც განსაკუთრებული თქვათ აქ რეცეპტები არ არსებობს, უნდა ვიყოთ შეძლების დაგვარად მობილიზებული ჩვენ მომხმარებლები, მოქალაქეები, რომ ჩვენი უფლებები დავიცვათ. თუ კი ჩვენ ვერ მოვახერხებთ ამას და ჩვენ არ ვიქნებით აქტიურები, მაშინ მხოლოდ ხელისუფლება საკუთარი კეთილინებით ვერ განახორციელებს და არ განახორციელებს იმ რეფორმებს, რაც საჭირო იქნება მოქალაქეების უფლებების დასაცავად. ასე რომ ეს არის ჩვენზე დამოკიდებული და რა თქმა უნდა ძალიან დიდი როლი ენიჭება ამ სიტუაციაში მედიას, იმიტომ რომ მედიის საშუალებით ხდება ინფორმაციის გავრცელება და აქედან გამომდინარე თქვენი ჟურნალისტების როლი, მედიის როლი ძალიან დიდია. გასაგებია, ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ამ ყველაფერში საკუთარი წვლილი შევიტანოთ. ვახტანგ კობალაძე, ევროპის ფონდის პროგრამის უფროსი მენეჯერი იყო ჩვენი დღევანდელი სტუმარი, ახლა კი მსოფლიო ეკონომიკური სიახლეები. ამერიკული კომპანია Tesla Motors-ის ხელმძღვანელმა ელონ მასკმა ყოველსათვის მოულოდნელი პროდუქტის პრეზენტაცია დაანონსა, რომელიც 17 ოქტომბერს გაიმართება. მისი თქმით, ეს იქნება ახალი უპილოტო ავტომობილი. ასევე ელონ მასკი 28 ოქტომბერს წარადგენს ახალ ავტომობილს. როგორც მედია წერს, სავარაუდოდ წარდგენილი იქნება უპილოტო ავტომობილების მეორე თაობის ავტოპილოტი, რომელიც გაარჩევს საგზაო ნიშნებს და შუქნიშნის სიგნალებს.
როსნეფტის ხელმძღვანელი იგორ სეჩინი ნავთობის წარმოების შეზღუდვაზე უარს ამბობს. როგორც სეჩინმა როიტერთან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, კომპანია ნავთობის ამოღებაზე ლიმიტს არ დააწესებს, როგორც ამას ნავთობის წამყვანი ექსპორტიორი ქვეყნების კარტელთან პოტენციური შეთანხმება ითვალისწინებს. სეჩინი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ რუსეთისთვის ძალიან რთულია რუსულ ნავთობ კომპანიებს ნავთობის წარმოების გაყიდვა ან შემცირება აიძულოს, როგორც ეს ოპეკ სურს ნავთობის ფასების ვარდნის შესაჩერებლად. სეჩინს არ ჯერა, რომ ოპეკის წევრები, როგორიც არიან ირანი, საუდის არაბეთი და ვენესუელა, წარმოება შეამცირებენ. სელფორდის უნივერსიტეტში Pokemon Go სავალდებულო საგანი იქნება. ბიზნესის ინფორმაციული ტექნოლოგიების პროგრამაზე სტუდენტებს ექნება დავალება ითამაშოთ Pokemon-ი, რათა შეძლონ საჭირო კრედიტების დაგროვება. უნივერსიტეტი აცხადებს, რომ ეს გადაწყვეტილება კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ მათი პროგრამა მაქსიმალურად პასუხობს თანამედროვე გამოწვევებს, რადგან თამაშის საშუალებით სტუდენტები ბევრ რამეს სწავლობენ. და ბოლოს გადავხედოთ ვალუტის კურსს. დღეს 1 დოლარი 2 ლარი და 33 თეთრი ღირის, 1 ევრო კი 2 ლარი და 59 თეთრი. 1 ფუნტ სტერლინგი შეძენა 2 ლარად და 86 თეთრად შეგიძლიათ, 100 რუსული რუბლი 3 ლარი და 74 თეთრი ღირის, 1 თურქული ლირა კი 75 თეთრი. ეს რაც შეეხებოდა ეკონომიკასა და ბიზნესს, ახლა კი სპორტი და გიორგი თვალყიშვილი. მოგესალმებით, გუშინ დასრულდა ეგრეთ წოდებული სანაკრებო პაუზა. რამდენიმე წამში დილის მომავალში ჩვენ საფეხბურთო მიმოხილვას იხილავთ. დავიწყოთ სამხრეთ ამერიკის შესარჩევი ზონით, სადაც ძალიან დაიძაბა სიტუაცია მე-10 ტურის შემდეგ. დღეს დილით გაიმართა იქ მატჩები და მოხდა სენსაცია. არგენტინის ნაკრებმა საკუთარ მოედანზე წააგო პარაგვაისთან ანგარიშით 0-1. ერთადერთი გოლი გავიდა მე-18 წუთზე, არგენტინელებს გამოეყარათ პარაგვაელთა კონჩეტევა და დერლის გონსალესმა კიევის დინამოს ფეხბურთელმა შეძლო თავისი გუნდის წინ გაყვანა. რა თქმა უნდა, ამის შემდეგ არგენტინას ჰქონდა სრული უპირატესობა შეხვედრაში, გოლის გატანის არაერთი შანსი მიიღეს მასპინძლებმა, მაგრამ პარაგვაელებმა ძალიან საჭირო გამარჯვება შეინარჩუნეს და კიდევ უფრო დაძაბეს სიტუაცია სამხრეთ ამერიკის შესარჩევ ზონაში. არგენტინის ნაკრები დღევანდელი მდგომარეობით ვერ ხვდება მსოფლიოს ჩემპიონატზე, მე-5 ადგილზეა და თუ ასე დაასრულა ეს ტურნირი, მაშინ პლეი-ოფის თამაში მოუწევს. თან ახლოს არიან მისი კონკურენტები, პარაგვაი მას ჩამორჩება 1 ქულით, მე-6 ადგილზეა, ხოლო კოპა ამერიკას გამარჯვებული ჩილე 2 ქულით. ასე რომ არგენტინამ ძალიან გაერთულა საქმე. ეს ყველაფერი გამოწვეულია სავარაუდოდ იმით, რომ აი ამ ბოლო 2 მატჩში, რომელშიც მხოლოდ 1 ქულა აიღო არგენტინამ, ვერ ეხმარებოდა ამ გუნდს ლიონელ მესი. თქვენ ნახეთ დიმარიას მომენტი, როცა ძელს მოხდა ბურთი, ეს კი ყველაზე რეალური შანსი არგენტინელებისთვის ანგარიშის გათანაბრების, მაგრამ სერხიო აგუერომ 2016 წელს თავისი მე-5 პენალტი ვერ გამოიყენა, ხუსტო ვილარმა ითამაშა ბრწყინვალე და ასევე ვილარმა აი ამ სიტუაციაში გადაარჩინა თავისი გუნდი და შეუნარჩუნა პარაგვაის უმნიშვნელოვანესი 3 ქულა. მაშ ასე პარაგვაიმ შეწყვიტა 2 მატჩიანი წაგებათა სერია, ხოლო არგენტინა უკვე ზედზედ 3 მატჩია სამხრეთ ამერიკის შესარჩევ ციკლში ვერ იმარჯვებს. სამაგერად ყველაფერი წესრიგში აქვს ბრაზილიას ახალ ოლიმპიურ ჩემპიონს, რომელიც ნეიმარის გარეშე ეთამაშებოდა სტუმრად ვენესუელას და ესეთი საჩუქარი მიიღო მეკარე ერნანდესისგან. გაბრიელ ჟესუსმა მერვე წუთზე ეს საჩუქარი ძალიან კარგად გამოიყენა, თავზე გადაუგდა ტექნიკურად ბურთი ვენესუელთან მეკარეს და ბრაზილია შეხვედრის დებიუტში დაწინაურდა. ნეიმარი არ იყო, მაგრამ არანაირი პრობლემა მსოფლიოს 5 გზის ჩემპიონებს არ ქონიათ და მათ ზედზედ მე-4 გამარჯვება მოიპოვა შესარჩევ ციკლში. გაამყარა სტუმრების უპირატესობა 53 წუთზე ჩელსის ნახევარმცველმა ვილიარმა, რომელმაც რენატო აუგუსტოს პასი გამოიყენა. ბრაზილია დაშორდა თავის კონკურენტებს, ის პირველ ადგილზეა შესარჩევ ჯგუფში 21 ქულა აქვს და ჯერჯერობით მის პოზიციებს არაფერი ემუქრება. რაც შეეხება ვენესუელას, ის შესარჩევი ტურნირის თავარი აუთსაიდერი გახლავთ. კიდევ 3 მატჩი გაიმართა და 2 შეხვედრის ფრაგმენტებს შემოგთავაზებთ ამერიკის ზონიდან, სამხრეთ ამერიკის ზონიდან, კოლუმბია, ურუგვაი, ჩილე, პერუ. კოლუმბია, ურუგვაი ეს გუნდები არიან, რომლებიც იმყოფებიან სწორედ იმ ზონაში, რაც საშუალებას იძლევა მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე ითამაშო. მათ საკმაოდ დაძაბული მატჩი გამოუვიდათ, ჯერ გახსნეს ანგარიში კოლუმბიელებმა საკუთარ მოედანზე მე-15 წუთზე, ეს განკეთა აბელ ანგილარმა, შემდეგ კი ზედზედ 2 გოლი გაიტანეს ურუგვაელებმა, ერთი პირველი, მეორე ტაიმში. კრისტიან როდრიგესმა გაათანაბრა ანგარიში, ეს კი მეორე საგოლე კომბინაცია. ლუის სუარესი ძალიან კარგად თამაშობს საჯარიმოში და საკმაოდ მახვილი კუთხიდან
იტანს შორეულ კუთხეში გოლს და აწინაურებს ურუგვაის ანგარიშით 2-1, თუმცა სტუმრებმა ამ უპირატესობის შენარჩუნება ვერ მოახერხეს. 84 წუთზე ძალიან ეფექტური თაურით იერი მინამ შეძლო ზუსტი დარტყმა და საბოლოო ანგარიში ამ შეხვედრას არის ფრე 2-2. ურუგვაი მეორე ადგილზეა 20 ქულით, 1 ქულით ჩამორჩება ლიდერ ბრაზილიას, ხოლო კოლუმბია მეოთხე პოზიციაზეა 17 ქულით და ის გზნობს თავისი კონკურენტების სულთქვა ზურგს უკან, მას ჩამორჩება 1 ქულით არგენტინა, 2 პარაგვაი და 3 ჩილე. ეს კი შეხვედრა ჩილე პერუ, კოპა ამერიკას ჩემპიონი არცთვისაც დამაჯერებლად გამოიყურებოდა აქამდე, მაგრამ მან მოახერხა საკუთარ მოედანზე პერუს დამარცხება. რა თქმა უნდა, ამაში ყველაზე დიდი წვლილი დაიდო მიუნხენის ბაიერნის ნახევარმცველმა არტურო ვიდალმა, რომელმაც მე-10 წუთზე ისლას პასით გახსნა ანგარიში. შემდეგ იყო ედისონ ფლორესის გოლი, პერუელებმა ამ გოლით გაათანაბრეს ანგარიში, მაგრამ 95 წუთზე არტურო ვიდალმა კიდევ ერთხელ გაიბწყინა და საბოლოოდ ჩილელებმა მოიგეს შეხვედრა ანგარიშით 2-1, რითაც შეწყდა მათი მოუგებელი სამატჩიანი მოუგებელი სერია. ჩილე, როგორც გითხარით, მე-7 ადგილზე შესაძლოა 6, მაგრამ ძალიან ახლოს არის მე-4 ადგილთან, ანუ კოლუმბიასთან 3 ქულაა მათ შორის სხვაობა. გუშინ შესარჩევი მატჩები იყო ასევე ევროპის ზონაში, კიდევ 3 ჯგუფში გაიმართა 3-3 შეხვედრა და რა თქმა უნდა, ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო შეხვედრა იყო C ჯგუფში გერმანია, ჩრდილოეთ ირლანდია. გერმანელებმა მე-13 და მე-17 წუთზე 2 გოლი გაუტანეს ბრიტანულ გუნდს და საბოლოოდ მოიგეს სწორედ 2-0. იულიან დრაქსლერმა გახსნა ანგარიში აი ამ დარტყმის შემდეგ, ხოლო მეორე გოლი უკვე კუთხეულიდან გათამაშებული კომბინაციის შემდეგ გავიდა, ხუმელსმა დაუგდო მუხტი 3 ხედირას და ამ უკანასკნელმა 2-0 მოაგებინა თავის გუნდს. ამ ჯგუფში ჩეხეთი, აზერბაიჯანი ფრე 0-0 და ნორვეგია, სან მარინო 4-1. აზერბაიჯანი შესანიშნავად გამოიყურება, ის მეორე ადგილზეა 7 ქულით და ჩრდილოეთ ირლანდიას, ნორვეგიას და ჩეხეთს საკმაოდ დიდი მანძილით უსწრებს, ხოლო 100%-იანი მაჩვენებლით გერმანია პირველ პოზიციაზეა, მას 9 ქულა აქვს. აღვნიშნოთ, რომ იოახიმ ლოუისთვის გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელისთვის ეს იყო 94 მოგება სანაკრებო კარიერაში და ის გაუთანაბრდა რეკორდსმენ ზეპ ჰერბერგეს ლეგენდარულ მწვრთნელს, თუმცა ისიც ვთქვათ, რომ 20 ნაკლები მატჩის ჩატარება მოუხდა ლიოს იმისთვის, რომ აი ამ რეკორდისთვის მიეღწია. გადავიდეთ E ჯგუფში, სომხეთის ნაკრებმა გუშინ კინაღამ სენსაცია მოახდინა, ის სტუმრად თამაშობდა პოლონეთის ნაკრების წინააღმდეგ. მართალია თავიდან ჩამორჩა 42 წუთზე საკუთარ კარში გაიტანა გოლი კოიანმა, მაგრამ ძალიან მალე 2 წუთში სომხებმა აღადგინეს თანაფარდობა. ბრაზილიური წარმოშობის ფეხბურთელმა მარკოს პიცელიმ შეძლო დაიფიქსირებინა ანგარიში 1-1 და ყველაფერი სწორედ აი ამ საყაიმო ანგარიშისკენ მიდიოდა, მაგრამ ისევ პოლონეთს შეუძლია მოევლინა რობერტ ლევანდოვსკი, რომელმაც 94 წუთზე ბლაშიკოვსკის ჩაწოდების შემდეგ 3 ქულა მოუტანა თავის გუნდს და პოლონეთი 7 ქულით ერთ-ერთი ლიდერია E ჯგუფში. ამდენივე ქულა აქვს მონტენეგროს ნაკრებს, 7 ქულა და ის ბურთების უკეთესი სხვაობით ლიდერობს. მონტენეგრომ გუშინ დანიაში მოახერხა ადგილობრივი ნაკრების დამარცხება. იოვეტიჩის ბრწყინვალე პასის შემდეგ არანაკლებ ეფექტური დარტყმა გამოუვიდა ფატოშ ბეჩირაის და მონტენეგრომ აი ეს რთული მატჩი მოიგო. ჩერნოგორია, პოლონეთი 7 ქულით ლიდერობენ, რუმინეთს 5 ქულა აქვს და არის მე-3 ადგილზე, დანიას 3 ქულა მე-4 ადგილზე. გუშინ ყაზახეთმა საკუთარ მოედანზე რუმინეთთან ფრე 0-0 ითამაშა. და ბოლოს F ჯგუფი, შოტლანდიის ნაკრებმა ჩააგდო ეს 10 დღიანი ციკლი შესარჩევი მატჩებისა, ვინაიდან მხოლოდ 1 ქულა იყო, გუშინ შოტლანდიელები განადგურდნენ სტუმრად სლოვაკეთთან ანგარიშით 0-3. სლოვაკებს აქამდე ქულა არ ქონათ აღებული და ეს ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო ამ გუნდისთვის. ის კი არა ევროპის ჩემპიონატიდან მოყოლებული, როცა სლოვაკებმა რუსებს მოუგეს, იქედან მოყოლებული ისინი გოლის გატანას ვერ ახერხებდნენ, მაგრამ ერთბაშად 3-ჯერ აიღეს შოტლანდიელების კარი გუშინ. რობერტ მაკი იყო ამ მატჩის გმირი, სანქტ-პეტერბურგის ზენიტის შემტევი ნახევარმცველი, მან მე-18 წუთზე გახსნა ანგარიში, შემდეგ ძალიან ტექნიკურად ითამაშა საჯარიმოში და ორამდე გაზარდა თავისიანების უპირატესობა და 72 წუთზე უკვე მისი პასით ადამ ნემეცმა გამოიჩინა თავი და სლოვაკეთმა მოიგო 3-0. ამ ჯგუფში გუშინ ინგლისმა ვერ დაამარცხა სტუმრად სლოვენია ფრე 0-0 და ლიტვამ მოუგო მალტას 2-0. ინგლისი 7 ქულით ლიდერობს, ლიტვამ გადაინაცვლა მეორე ადგილზე 5 ქულით, სლოვენიასაც 5 ქულა აქვს, 4 შოტლანდიას და 3 სლოვაკეთს, ასე რომ F ჯგუფში ძალიან დაძაბული სიტუაცია. ნოემბრის პირველ რიცხვებში გაგრძელდება მსოფლიოს 2018 წლის შესარჩევი ტურნირი. სპორტის სხვა სახეობები და რა თქმა უნდა პირველ რიგში ჩოგბურთი შანხაის მასტერსი მიმდინარეობს ამ დღეებში და გუშინ ჩაებდნენ ბრძოლაში მთავარი ფავორიტები, მსოფლიოს პირველი ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩი, რომელიც სეზონის მეორე ნახევარში ვერ ბრწყინავს, მან ვერ მოიგო ოლიმპიადა, ვერ მოიგო უიმბლდონი, ასევე დამარცხდა ამერიკის ღია პირველობაზე, თუმცა მან მოგებით დაიწყო შანხაის მასტერსი, გუშინ მან 6-3 მოუგო იტალიელ ფაბიო ფონინი, მსოფლიოს 50-ე ჩოგანს, საათსა და 17 წუთში გაუსწორდა თავის მეტოქეს სერბი ჩოგბურთელი 4 ბრეიკის წყალობით, ფონინიმ კი ერთხელ
შეძლო მეტოქის მოწოდების აღება. მესამე წრეში უკვე სერიოზული მეტოქი ეყოლება ჯოკოვიჩი, ეს არის ბულგარელი გრიგოლ დიმიტროვი, რომელიც წინა კვირას პეკინში ფინალში თამაშობდა უმაღლესი კატეგორიის ტურნირის. ძალიან საინტერესო მატჩი იყო ესპანელებს შორის, ფელისიანო ლოპესი და დავიდ ფერერი, ერდროს სოფლიოს მესამე ჩოგანი ფერერი, უკვე ვეღარ წინავს ასაკის გამო, მას უკვე უჭირს ოპტიმალურ ფორმაში შესვლა. ამით ისარგებლა ფელისიანო ლოპესმა, რომელმაც 20 ეისის წყალობით 3 სეტში დაამარცხა თანამემამულე 7-6, 4-6, 7-6. გუშინ კიდევ ერთი გამორჩეული მატჩი იყო ხუან მარტინ დელ პოტრო, რომელიც წარმატებით დაბრუნდა პროფესიულ ტურში. გუშინ ვერ გაუმკლავდა ბელგიელ დავიდ გოფენს 2 საათსა და 20 წუთში გოფენმა მოიგო 3 სეტში 4-6, 6-3, 7-5 და გავიდა შემდეგ წრეში, სადაც შეხვდება ფრანკ ბენუა პერს. და ტრადიციულად უნდა ვიწყებთ კალათბურთს და გუშინდელი მატჩების ტოპ 10 უნდა შემოგთავაზოთ NBA-ის მატჩების, საგამოფენო მატჩების ჯერჯერობით. ათი საუკეთესო მომენტი. NBA-ში სეზონი იწყება 26 ოქტომბერს და გუნდები ემზადებიან ახალი სეზონისთვის და უკვე კარგ ფორმაშიც იმყოფებიან კალათბურთელები, NBA-ის ვარსკვლავები, მაგალითად დემარკუს კაზისის პასის შემდეგ აქ რუდი გეიმ ჩატენა და საკრამენტოს ლიდერებმა ძალიან კარგი კომბინაცია შემოგთავაზეს. მეცხრე ადგილზე შეხვედრა შარლოტა მინესოტი, ეს არის ბაზარი, რომელიც შეასრულა კემბა ვოკერმა, ერთ-ერთი მეოთხედის ბოლო წამზე მისი სამქულიანი, ურთულესი სამქულიანი ზუსტი აღმოჩნდა. სან ანტონიო, დეტროიტი, უბრალოდ დეტროიტი, სან ანტონიო და დეტროიტის ცენტრი ანდრე დრამონდი ახერხებს ბურთის ჩაჭრას მეტოქის ნახევარზე და შემდეგ უკვე როცა ფარფლეში მარტო რჩება ეს კალათბურთელი, ასეთი დანკი რა თქმა უნდა გარანტირებულია. ჩატონების კონკურსის ბოლო 2 წლის გამარჯვებული ზაკლავინი მინესოტას ახალგაზრდა ვარსკვლავი გუშინ მან 33 ქულა დააგროვა შარლოტის წინააღმდეგ და ესეთი დანკებითაც გამოირჩა. ეს იყო მე-7 ადგილი, მე-6 ადგილზე ისევ დეტროიტი, სან ანტონიო და სან ანტონიოს ლიდერი კავაი ლეონარდი, რომელსაც დიდი ტვირთი დააწყვება ახალ სეზონში, ვინაიდან მოგეხსენებათ სან ანტონიოს რიგებში აღარ ითამაშებს ლეგენდა ტიმ დანკანი, რომელმაც დაასრულა საერთაშორისო კარიერა. მივახოდით ტოპ 5-ს, მე-5 ადგილი კრისტაფ პორზინგისი, ლატვიელი ცენტრი ნიუ-იორკისა, ახალი ვარსკვლავი NBA-ის, ჯენინგსისგან მან მიიღო შესანიშნავი გადაცემა და ვერცორავი შეუშალა ხელი ბალტიისპირელ ცენტრს. ეს იყო შეხვედრა ნიუ-იორკი ვაშინგტონი. ატლანტა კლივლენდი გუშინ თამაშობდა ლებრონ ჯეიმსის და კაირი ირვინგის გარეშე და დამარცხდა ატლანტასთან, თუმცა კოლი ჯეფერსონი, ერთ-ერთი ვეტერანი კლივლენდისა, შესანიშნავად გამოიყურებოდა და მისი ჩატარება გავიდა მე-4 ადგილზე. შეხვედრა კვლავ ატლანტა კლივლენდი, ატლანტას ყავს ვარსკვლავი ახალწეული ახალი სეზონისთვის, ეს არის ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრი დუაიტ ჰოვარდი და მისი ჩატენვა და მესამე ადგილი ჩვენი ტოპ 10-ის და ჩება 2 ადგილი ზაკლავინი მინესოტას ფორვარდი მეორედ ხდება ამ ტოპ 10-ში. ყველაზე ლამაზი დანკი მე მგონი NBA-ში სწორედ ზაკლავის აღზევს ეს დადასტურდა ბოლო სეზონში, როცა ის ჩატარების კონკურსის გამარჯვებული გახდა და ბლეიკ გრიფინი კლიპერსის ცენტრი, როგორ იულად გაუსწორდა ის გამოცდილ ფრანკ ბორის დიაოს და აი ამ ჩატენით ის გავიდა პირველ ადგილზე. დღეს დილით 3 მატჩი გაიმართა NBA-ში, ჯერჯერობით Golden State-ს პაუზა აქვს, არ უთამაშია ზადაფაჩულიას გუნდს, თუმცა რა თქმა უნდა ამ გუნდის შედეგებს ჩვენ თვალს მივადევნებთ და დავალოდებით ახალი სეზონის დაწყებას ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში. მადლობა გიორგი თვალაბეიშვილმა გაგვაცნო სპორტის ამბები, ასეთი იყო დილის მომბე 12 ოქტომბერს. დიდი მადლობა რომ გვიყურეთ, ნახვამდის.